დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა პრეს-კაფეში საქართველოში დაბრუნებას ვინც არ ელოდა მამული, ჰოი და ნანა. საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა სამშობლოს სიყვარულზე შექმნილი საკუთარი ლექსები და სხვადასხვა მწერლის ნაშრომები წაიკითხეს. ღონისძიებას საზღვაო აკადემიის სტუდენტები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პოეზიის 2 საათიანი საღამო საზღვაო აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით ჩატარდა. Დღევანდელი ღონისძიება უშუალოდ ჩვენ მოვიწყოთ პოზებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც დამოუკიდებლობის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ისტორიისათვის და ქართული ერისათვის. ამიტომ მე დავიკითხე, და დავაყენე ლექსი არ დაიჩოქეს და რა თქმა უნდა სამშობლოს მეწყობილ და ჩვენი მეგობრები, ჩვენი კურსელები, რომლებიც დღევანდელ საღამოზე კითხულობენ ლექსებს, ისინი სამშობლოს ეფერებიან და სიყვარულიან სწორედ ლექსებით. ჩვენ შევეცადეთ რომ გადმოგვეცადოთ ჩვენი სამშობლოს სადმი სიყვარული პოეზიით და ამ დღეს დაემთხვა ჩვენი სტუდენტების შემოქმედება და მას წაიკითხეს საკუთარი ლექსები სამშობლოს სიყვარულზე შექმნილი და ჩვენ ყველა საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა ვთქვით რომ ჩვენ გვიყვართ საქართველო. ბუნებრივია ახალგაზრდობის აქტივობა მისასალმებელია მით უმეტეს იმ ღონისძიებებში რომელიც ეხება ქართულ სახელმწიფოებრიობას მის დამოუკიდებლობას ჩვენ პედაგოგები ყოველთვის მივესალმებით რომ ჩვენი სტუდენტები ახსასდელები იქნებიან პატრიოტები, ეყვარებათ თავიანთი სამშობლო და გაითვალისწინებენ იმ გამოცდილებას რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა.